ნიშნულოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაღელებს ქვეყნის ფარგლებს და ქვეყნის შიგნით, გვექნება საუბარი პროფესორთან, პოლიტოლოგთან, ჩვენს მეგობართან, ჩვენი გადაცემის მეგობართან და ჩვენს ხშირ რესპონდენტთან, ბატონ ედიშერ გვენეტაძესთან. მოგესალმებით ბატონო ედიშერ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები მაყურებელს. ბატონო ედიშერ, მე მინდა რომ აი მტკივნეული თემით დავიწყოთ, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვეხება. მინდა, იმიტომ რომ ამაზე იყო აქცენტები ჩვენს მედიაში, მოსკოვი სოხუმის პირველი თვითმფრინავი დაეშვა არძიმბას აეროპორტში, ასე ქვია ახლა უკვე სოხუმში აეროპორტს, ვლადისლავ არძიმბას სახელი დაარქვეს და ავიას მიმოსვლა აღდგა, მაისში იგეგმება უკვე რეისების დანიშვნა. რა თქმა უნდა, მტკივნეულად იქნა აღქმული, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით პრო სოხუმი თბილისის რეისს, რომელიც განხორციელდება თბილისიდან, მაგრამ იცით, ეხლა ამ ყველაფერსაც რაც ხდება, აქვს გარკვეული ახსნა, აი ამაზე მინდა რომ ვისაუბრო, თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ ამ ყველაფერს, რაც ჩვენ ვიხილეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს და მინდა ახალგაზრდად აღნიშნოთ, რომ მიმდინარეობს სოფლიო ხელახალი გადანაწილების პროცესი. ამ სოფლიო ხელახალი გადანაწილების პროცესში ჩართულია სამი უზარმაზარი მონსტრი სახელმწიფო. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ჩინეთი და ეს არის რუსეთი. ხო, საინტერესო რა არის ახლა აქ? საინტერესო ის არის, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური ომი. ამერიკაში რაც მოხდა უპირველეს ყოვლისა ტრამპის ხელისუფლების მოსვლა და ტრამპის ხელისუფლების მიერ იმ მოდი დავარქვათ რეფორმების გატარება, რომელიც მან უკვე აგერ ერთი თვის მასშტაბში უკვე თუმცა ერთი თვე არ გასულა, სადღაც 15-20 დღის მასშტაბში უკვე მან ეს რეფორმები დიდწილად ამ რეფორმების განხორციელებისათვის ბრძოლა დიდწილად დაიწყო. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაყენოს გამოუსწორებელი, შეიძლება ითქვას, ზარალი, ეს არის რუსეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე სიტუაცია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ეს არის რუსეთი. და რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის ის ომი, რომელიც დაწყებული არის და რომელიც აგერ უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება და ამ გადანაწილების პროცესში უპირველეს ყოვლისა გასაკვირი, ჩემო თვითფასო ტელემაყურებლებო, არაფერი არ არის. მე მოვიხმობ ამერიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივნის მინისტრის, ანუ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვებს, როდესაც მან თქვა, როდესაც სუფრასთან ზიან და საკვებს მიირთმევენ, შენ თუ სუფრასთან არ ზიხარ, ესე იგი მენიუში ხარ. ეს ჩვენ გვეხება, ჩვენ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ასეთ მენიუში ვიმყოფებოდით სამწუხაროდ 150 წლის გარდა, საუკუნენახევრის გარდა, მაგრამ ჩვენი ჭკვიანური პოლიტიკის მეშვეობით თავის გადარჩენასაც ვახერხებდით და სახელმწიფოებრიობის გადარჩენასაც ვახერხებდით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. სწორედ იმაში იმყოფება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისა და პირდაპირ მინდა გითხრათ ბიძინა ივანიშვილის სკრუპულოზული მიდგომა მსოფლიო პროცესების მიმართ, რომ ის გარკვეული დროის მანძილზე თავს აჩვენებდა როგორც მარიონეტული ძალა აქ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ვინაიდან სხვა გამოსავალი არაფერი არ იყო. ამით უნდა გადარჩენილიყო ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ქართველი ხალხი. თორე თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ერთი წუთითაც რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეეკრა და არ ჩამოეყალიბებინა ისეთი, როგორიც ჩამოაყალიბა მან,
რა მოხდებოდა აქ. აქ იქნებოდა აბსოლუტურად იგივე სიტუაცია და მეტი უარესი, როგორც იყო არის დღევანდელ დღეს ჩვენ ხდება უკრაინაში. და მეტიც მინდა შემოძვირფასო მეგობრებო გითხრათ. აქ მოსახლეობა ახლა გაჟლეტილი იქნებოდა, ვინც კი გადარჩენილი იქნებოდა ცოცხლად ის ეულად გაბნეული იქნებოდა მთელ მსოფლიოში და საქართველო როგორც საქართველო ქვეყანა და ქართველი მოსახლეობა არ იარსებებდა. მე ავლაპარაკობ რაიმე ისეც, რომელიც რაღაცნაირად ყურით მოთრეულია. არა ბატონებო, ეს ასე იყო და რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ რომ რუსეთი ფაქტობრივად რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავლენა კონდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. ის ასე ადვილად ამ პროცესებს არ დათმობს და შემთხვევით არ მინდა გითხრათ ისიც რომ როდესაც ტრამპი მოვიდა და საინაუგურაციო სიტყვა მან წარმოთქვა, ბევრს გაუკვირდა, როდესაც ბრძანა ასეთი რა იქო გადაარქვა სახელი მექსიკის იმას ყურეს და უწოდა ამერიკის ყურე, ჩემო ბატონო, შემდეგ პანამის არხიო, ეს ამერიკის უნდა იყოსო, შემდეგ ვიცით რაც თქვა კანადის მიმართ, რაც თქვა მექსიკის მიმართ და რაც თქვა ამავე დროს გრენლანდიის მიმართ. პოლიტიკაში ასეთი რამ და კიდევაც დაიწყო ამის მოქმედებები. ნახეთ პანამის არხთან. პანამაში ჩავიდა რუბიო და მიღწეული იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ამერიკის გემები უფასოდ გაივლიან, ხო? ფას არ გადაიხდიან პანამის არხში ისე გაივლიან. ამავე დროს მიღწეული იქნა კიდევ შეთანხმება, რომ ჩინელების პორტები აღარ იქნება პანამის არხზე. ერთი სიტყვით რაზე მინდა ყურადღება გამომახვილო, რომ ფაქტობრივად დიდ მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი და რუსეთიც ამისათვის ფაქტობრივად აკეთებს იმას, რაც მის ინტერესებში შედის. ჩვენ არ უნდა გადაგვიდაწილოთ, აქ არის ყველაზე მთავარი და მე ზუსტად მაგეთ მივდივარ, მაგ მივარ. ანუ გადანაწილებას რას გულისხმობ ახლა მე ჩვენგან, ანუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მეთქი. აბსოლუტურად. შეიძლება ჩვენ ახლა ამერიკის ბოდიში და ამერიკის გავლენის სფეროში ყოფნას ისევ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა ჯობია, იმიტომ რომ ეს დამტკის და ახლა ბატონო ნიკოლოზ, საქმე რაში მდგომარეობს? ახლა მოგეხსენებათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დამთავრდება. ევროკავშირისაგან და ამავე დროს შუა აზიისა და ჩინეთის ურთიერთობა დასავლეთთან მხოლოდ უნდა გავიდეს იმ გზაზე, რომელ გზასაც ქვია ეგრეთ წოდებული ერთი გზა, ერთი სარტყელი, რო არის შემოძვირფასო მეგობრებო და რომელიც გადის საქართველოზე. ამიტომ ეს საკითხი ასე ადვილად თვითმფრინავი დაფრინდება თუ აფრინდება და ასე შემდეგ ეს ასე საკითხი ასე ადვილად გადაწყვეტადი არ არის. რუსეთს ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჩინეთთან. რატომ ვიცი? ციმბირი ფაქტობრივად რუსეთს მოაკვნიდა ჩინეთმა. ამიტომ რუსეთს ჩინეთის გარეშე საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენა ვერცერთ შემთხვევისათვის ვერ ექნება. ამიტომ არის ის გენიალური გადაწყვეტადი, რომელსაც ქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს ანაკლიის პორტის მშენებლობა ბევრ საკითხებს დაარეგულირებს და უკვე არეგულირებს. ამიტომ ვლაპარაკობ რას? აი ძალიან შორს მიმავალი გზებია აქ. შორს მიმავალი გზები. ძლიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება ჩვენ აუცილებლად ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებისათვის უნდა გამოვიყენოთ. და ამ სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ჩემო ძვირფასო მეგობრებო შედეგები გვაქვს. ამიტომ რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? ამიტომ მე რაღაცა ძალიან დიდ მოვლენად ეს არ მიმაჩნია და სოხუმში არ მიმაჩნია ძალიან დიდ მოვლენად, მე უფრო მეტად მოველი და ეს ასეც იქნება სოხუმი თბილისი თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ და იქვე რომ მიაყოლეთ რიტორიკულად ეს სოხუმი თბილისი ველით და ეს ასე იქნება. ისტორიული პროცესის განვითარება ასე მიდის და გეოპოლიტიკაში ვინც
მეტნაკლებად ჩახედულია და მეტნაკლებად ხედავს ამ პროცესებს, უნდა იცოდეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, ძალადობრივი საომარი დაპირისპირება გამორიცხულია. რატო ვლაპარაკობ გამორიცხულია? იმიტომ ვლაპარაკობ გამორიცხულია, რომ რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით იმ ბირთვული იარაღის უზარმაზარი რაოდენობა გააჩნია და ამავე დროს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მომენტში მიწვდეს ამერიკის სახელმწიფოს ნებისმიერ წერტილს. ამიტომ მათ შორის ეს დაპირისპირება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი ინტერესებისათვის, რომელსაც კიდევაც ვაკეთებთ საიდან ვლაპარაკობ ამას. ამას ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შედეგებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. მე არავით არის გუნდრუკის კვლევით არ ვლაპარაკობ ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ხელისუფლებამ ეს დაამტკიცა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე, რომ თუ კი რაიმე შედეგი მისაღები იყო ამ ორ უზარმაზარი სახელმწიფოს შორის დაპირისპირებებისაგან, ჩვენ ეს მივიღეთ. და ამავე დროს ნახეთ როგორი სიტუაცია ამ დაპირისპირებაში ახლა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის და ფაქტობრივად რუსეთსა და დასავლეთს შორის ვინ გამოდის გამარჯვებული ფაქტობრივად ნახოთ. აი როგორი საოცარია პოლიტიკა და განსაკუთრებით გეოპოლიტიკა. ამ ომში ყველაზე მეტად გამარჯვებული გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები და ყველაზე მეტი გამარჯვებული გამოდის ჩინეთი და ყველაზე მეტი გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატები. რატომ ახლა? იმიტომ რომ ნახეთ, ევროპა გამოჩნდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტური სატელიტი. გასაგები, აქ ბატონო ედიშერ, ეხლა ჩვენ მეც მინდა რომ ჩავერთო თქვენ ძალიან საინტერესოდ საუბრობდით, მაგრამ ერთი რამეა, ეხლა არ შეიძლება ეს ფაქტი გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის რიტორიკა, რომელიც იყო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. აი აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობ, რომ დავიწყოთ ეხლა ისევ რუსების გინება და დავიწყოთ ის რომ არა ლაპარაკობ ჩემო ბატონო, რაზეა ლაპარაკობ. ხო და არა, ესენი ნაციონალები ამას იმაშვებიან. ნაციონალებმა მეტის თქვეს, იცით დღეს რა თქვეს? აი ისო ბიძინა ივანიშვილმაო მისცაო საშუალებაო იმასო რა აფხაზებსო და რუსებსო რომ დანიშნულიყო ისა რეისის სოხუმი მოსკოვი. ესე იგი არა, მე მაინტერესებს სავაჭრო გახსოვთ ხელში ყოფილა ჩვენ ხელში თურმე აფხაზეთი და არ ვიცოდით რა. ჯერ ერთიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს ჭირდებოდა საქართველოს ხმა, გახსოვთ? მისცეს. და ჩვენ მივეცით ეს ბერკეტი რუსეთს. და რა მივიღეთ სამაგიეროდ? მივიღეთ რამე ტყუილუბრალოდ მივეცით. იმიტომ რომ სამაგეროთ რომ მიგვეღო რაღაცა, უნდა ყოფილიყო უკვე რაღაცნაირი ურთიერთობები და სააკაშვილს მარტო უნდოდა მარტო ტურისტების მიღება და აქ კიდე რაღაცა ობსტრუქციები, რასაც აკეთებენ ახლა მისი ეს ხელის ბიჭები და ერთი რამეა რომ აი ამ ხალხმა ვერ გაიგო ერთი რამ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება რომ ესე მარტივი იყოს, ერთი ხელის მოსმით, ამას აქამდე ყველა გააკეთებდა, მაგრამ იქაც თუ მაგალითად ამერიკაში არის ორი ძალა, ხო, ეს რესპუბლიკელები, დემოკრატები და ერთმანეთ როგორი ბრძოლა მიდის, ლამის ქვეყანა დაღუპეს, ხო? თუ არ არის კიდე დაღუპული კაცმარიცის კიდე იქა. რუსეთშიც რამდენიმე ფლანგი არის. აი, შევარდნაძემ რო იცოდა, ხო, იცით? არის ორი რუსეთი, რეაქციული და დემოკრატიული, რო იტყოდა ხოლმე თავისი რაღაცა ხმით და ჰიჯო, საქართველოშია მარტო 5 ფლანგი, ვერ გავიგეთ, კარგად ვიცი, რამდენი ფლანგია ვეღარ გაიგებ, ხო და ესე მარტივად რო იყოს, ხო და მარტივად რო იყოს, ესე ყველაფერი კიდე არ ვიცი და ამას დრო ჭირდა, ამათ რა გონიათ, იცი რომ დიალოგიც რო აღდგეს ჩვენი რუსებთან და რო ჩავიდეს იქ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ამათ გონიათ იქ შეუხვევენ იმაში, რა ქვია, ქახალჩი იმას, აფხაზეთს და ცხინვალს და გამოგვატანენ ისი, ამათ ესე გონია ზოგიერთებს და ან ის რომ ჯერ დაგვიბრუნოთ და მერე დაველაპარაკებით, ეს იდიოტობა კიდე. ბატონო ნიკოლოზ, კი არ გონიათ, მაგის დავალება აქვს მაგათ. დავალება. რატომ აქვს დავალება? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ახლა მოდით თქვათ, გავხსნათ გეოპოლიტიკური კარტები. ორადორი ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ფაქტობრივად არ სურთ აქ კავკასიაში მშვიდობა. ფაქტი ეს
არ სურდათ უпроსწორად ბაიდენის ადმინისტრაცია ყოველნაირად მოწოდებული იყო იქეთკენ რომ რამენაირად ფიჩხის როლი შეგვესრულებინა ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომში. ხომ ამის შესახებ ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ლაპარაკობს რა. აშკარად მიმდინარეობს უკვე ამის გამოვლენა და ვერც ლომჯარიები, ვერც გიგაურები და ვერც გვარამიები და ვერც ვერავინ ვერ ლაპარაკობს. იმიტომ რომ სპეციალურად ამის დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ საქართველოს გამოეყენებინათ ფიჩხად შეერთოთ რუსეთისაგან. ამავე დროს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მართალია ბატონი ტრამპი მოსული არის და ტრამპმა შეხედეთ რას შეხედა. ტრამპმა შეხედა რომ შიგნიდან ლპებოდა ის სისტემა რომელიც სისტემასაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ეს სისტემა ლპებოდა, იმიტომ ლპებოდა რომ ნახეთ 53 მილიარდი დოლარი იყო იმ ავადსახსენებელი USAID-ის იმაში რა ქვია ბიუჯეტში და აფინანსებდნენ რაღაცა წარმოიდგინეთ ავღანეთში აფინანსებდნენ LGBT-ებს აფინანსებდნენ სადღაც აფრიკის რომელიღაცა ქვეყნებში ისა ვირთხების შეჯვარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ კაცმა ამას შეხედა და მეტიც მინდა გითხრათ იმ გუნდმა შეხედა რომ ეს ამერიკა ერთ პოლუსიანი მსოფლიო ვერ იქნებოდა ვერც ერთ შემთხვევისათვის ვერ იქნებოდა და პირდაპირ რუბიო განაცხადა რომ არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანიო. ახლა შემთხვევით არ არის ეს განცხადება. იმიტომ რომ გავლენების სფეროებს მრავალპოლუსიან მსოფლიოში უფრო მეტად მოკიდებს ამერიკის შეერთებული შტატები ხელს ვიდრე ერთ პოლარულ სამყაროში და ბოლო-ბოლო აღიარეს რომ არ შეუძლიათ თელ მსოფლიოზე ბატონობა, იმიტომ რომ წამოსული არის რუსეთი, წამოსული არის ჩინეთი. მე ევროკავშირს არ არავობ ვთვლი. ევროკავშირი არის ცვედანების ისა ფაქტობრივად ცვედანი პოლიტიკოსების სამფლობელო. თორემ ნახეთ ახლა ის დედაკაცი რომ იქნება ფონ ლაიენი, უფროსი, ჩემო ბატონო და კუბილიუსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თუ რაღაცა ჯანდაბები და ჯარხანები ეს უკვე ნიშნავს რომ ევროკავშირის დაისისაკენ მიდის. თუმცა აქვეც გასათვალისწინებელია ერთი რამ რომ არ თქვა არ შეიძლება. ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღევანდელ დღეს დაიწყო, მოდი ეგ მე მიმაჩნია, კარგად გამიგეთ ახლა რასაც ვლაპარაკობ. ეს უკვე მეტაფიზიკასთან არის დაკავშირებული. პირველად საქართველოში დაიწყო. ამ ნახოთ, LGBT საკითხებზე არ დაიწყო ჩვენთან. ჩვენ არ ვიყავით ის ქვეყანა, თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებო, საბერძნეთი ქვეყანა, სადაც არის ათონის მთა, საბერძნეთში ერთთესიანთა ქორწინება დააკანონეს. ხო თქვილს არ ვლაპარაკობ, კაცო. და საქართველოში როგორც კი იყო ამის მცდელობა, მაშინვე მილიონი კაცი გამოვიდა. თქვენთან ერთად არ ვიყავით იმ დღეს 17 მაისს, ისა გასული წლის 17 მაისს რაები მოხდა, როთები და ვიღაცები რო ჩამოათრიეს აქა? მერე ნახეთ გამჭირვალეობის შესახებ კანონი. თურმე რა ამბები ატეხეს, რა ქნეს, რა გააკეთეს და თურმე გამჭირვალეობის შესახებ არა, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ იცით რა შეასაქმე? უყურეთ, აი ხა ჩვენ სამწუხაროდ ყავს როგორი საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომ ამათ გონიათ, რომ აი ის რაც ხდება მსოფლიოში, ეს არ პოვებს ასახვას ჩვენ ქვეყანაზე. ამათ გონიათ, რომ ის რა პროცესებით მიდის ამერიკაში, რა პროცესებით მიდის ჩვენს გარშემო, ეს პირდაპირ ასახვას არ პოვებს აქ ჩვენზე. ეხლა ფაქტობრივად სოფლიოში არის ცეცხლი აქვს აუკიდია ყველაფერს. რუსეთ-უკრაინის ომზე კი ვსაუბრობთ, რომ მალე დამტარდებაო, მაგრამ შეიძლება ის ომი სხვაგან გადავიდეს, კიდე კაცმა არის ის ცეცხლი გადავიდეს სხვაგან. აგერ ძალიან დაიძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. პირდაპირ ალიევი ამბობს, რომ ზანგეზური იყო მისი აზერბაიჯანის საბჭოთა ეპოქაში და ითხოვს კონტროლს, ანუ დაბრუნებას ამ ზანგეზურის და ზანგეზურით მოხდება დაკავშირება აზერბაიჯანისა და თურქეთთან. რუსკი დომი, რომელიც იყო ესეთი სახელმწიფო ორგანიზაცია,
ბაქოში გამოძევებული იქნა, ჯაშუშებად იქნეს გამოცხადებული, აი ამ რუსკი დომის თანამშრომლები, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა და ჯაშუშებად გამოაცხადეს, წარმოგიდგენ. და დაიძაბა ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ სამწუხარო ფაქტის შემდგომ, როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა და ეხლა ამას მოყვა ძალიან მძაფრი რეაქციები. მე უსმენ აი პოლიტოლოგებს იქ აზერბაიჯანიდან პირდაპირ საუბრობენ იმის შესახებ, ისინი რომ რაღაცნაირად უკვე რუსეთთან გადაიხედება პოზიცია. ანუ ჩვენ ვხედავთ რომ ის პოზიციები ვიღაცებს რომ ქონდათ მეგობრები მტრად იქცევიან, მტრები პირიქით შეიძლება მეგობრად იქცნენ. ის რომ ეს რაღაცა ჩვენ თუ გვინდა რომ ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, მე მგონი რომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ბევრი რამ, იმიტომ რომ შეიძლება ეხა კი შეთანხმდნენ იქ ამერიკა, რუსეთი რაღაცეებს, მაგრამ ჩვენზე ვერ შეთანხმდნენ. არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ხო შეიძლება ესე მოხდეს. ყველა საკითხში ხო ვერ შეთანხმდებიან. ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ. ყველაფრისათვის მზად. იმიტომ რომ ეხლა ტრამპ სიმართლე რო გითხრა, თვითონ ტრამპს უფრო სხვა გეგმები აქვს. საქართველოს შეიძლება იმას ნაკლებად აინტერესებდეს, მაგრამ კაცმა არ იცის, ეს არის ოდიოზური ფიგურა. ერთ დღეს ერთ ძახის მეორე, აი ამოუცნობი კაცი არის. ეხლა ერთ დღეს შეიძლება ერთი თქოს, მეორე ეხლა მას კი რაღაცა კიდე საერთოდ გაჭრილია, საერთოდ სხვა იმაზე არის ფლანგზე. ხო და ამიტომ კაცმა არ იცის რა იქნება და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, მე მგონი და ამ ეს მზად რო ვიყოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შიდა მტერი უნდა იქნეს ამოძირკული ძირფესვიანად. აი ამ საკითხში რომელიც თქვენ ბრძანეთ ახლა აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს შიდა მტერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა მე მათ უწოდებ ყველას კოლექტიურ ნაცმოძრაობას რომლებიც დღევანდელ დღეს საქართველოს უკან ეწეოდნენ თუ უბრალოდ ახლა თავდებიან ბატონო ნიკოლოზ სრულდებიან მაგათი ესენი ეს ძაღლის ლეკვები მიმჯდარი იყვნენ USAID-ის ძუძუს. და იქედან რომ იყო ასეთი ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული მხარდამჭერის ფონდი, რომლისაგანაც ფინანსდებოდა ის ავადსახსენებელი NDI და IRI. რომელიც გახსოვთ ხო? რომელმაც ისა დათიკორო იყო ერთი ბაქრაძე მაგარი სად არის ცოცხალია ესე აი აღარსად აღარა ჩანს ეგ დათიკო პოლიტიკოსი მსოფლიოს ნომერ პირველი მათ გამოიყვანა რა ქვია პოლიტიკოსად მსოფლიოში პარლამენტის თავმჯდომარე იყო რა პოლიტიკოსი ეძახეთ თქვენ და კაცი ნომერ პირველი პოლიტიკოსი იყო მსოფლიოში და ვინა ბოლოს ნიკოლოზა მაჭუდაძესაც წაეპოტინენ ჩემო ბატონო და ასეთი სიტუაციები იყო ხო რატო ვლაპარაკობ ახლა ამას ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქმე შემდეგში მდგომარეობს რომ ეს ხალხი მიდიან დასასრულისაკენ და ნახეთ თქვენ. ეხლა მგონი წეღან სანამ თქვენს გადაცემაში ჩავერთვებოდი 18 თებერვალს აპირებენ რაღაცა ბოლო მარშს თუ რაღაცებს. მერე 15-მა თუ არეული აქვს უკვე რამსეები და იმაში მე მიყვარს ხშირად გურულებს აქვს დათეთ ასეთი კაი გამოთქმა დავაჭაჭანაჭამინდავრები დაბორიალობდო ჩემო ბატონო ზუსტად ასე ჭაჭანაჭამინდავრები დაბორიალობენ იქ ეხლა რაშია საქმე შემდეგში მდგომარეობს მაგათ აქვთ ის ფონდიდან შემორჩენილი თანხები და ის პატრონები ეტყობა თხოვენ უკან იმის დაბრუნებას ეხლა deep state არის ამერიკის ბიუროკრატია. ბატონო ედიშენ, ერთი რამე არის კიდე, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ჩვენ მარტო ამათ ნუ ვიტყვით, რომ ეს ხალხი მარტო არიან ამ დასავლეთის აგენტები და მარტო დასავლეთიდან იღებენ პულს. თქვენ გახსოვთ, რომ ის რომ იყო ღია ეთერი ეს ნაძირალა მოღალატე რო გაანთავისუფლეს მაშინ პატიმრობიდან ეს დავით გარეჯის საქმეზე, ხო გახსოვთ თქვენ? როგორ არ მახსოვს, კაცო? ეს ვაჟბატონი რო გამოვიდა იქ ტელევიზიიდან რო იძახდა გარეჯი საქართველოს არ არის ხო გახსოვთ? კი ბატონო და მე რო წამოდგნენ იქა და ეს ილიჩოვას და აი ამ საქმეს კი ბატონო ხო და რო თქვენს რომ ისაო გარეჯი საქართველოს არ არისო გაიმეორეს პოლიტიკოსი აკაბო მოხიჯი ერთი იყო გახსოვთ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ბატონო ედიშერ და საკუთარი ეს ქვეყანა აგენტურით გაგეკეთეთ ესენი მარტო დასავლეთიდან არღებულობენ ფულს აბსოლუტურად მე არ მინდა ეხა აი სულ იმას ვიზახი როგორც ბევრი რამე არ იჭმევა ისე ამე არ ითქვევა ხა ეს არ მთავრობის ხდობა არის ჩემი სტუდია არც პრეზიდენტი ვარ და არც პარლამენტის თავმჯდომარე მაგრამ თქვენ ვერც წარმოიდგეთ რამდენი ქვეყნის სპეცსამსახური უსმენთ ჩემ გადაცემას
აი მე ვერ წარმომედგინ ამას, ესე იგი, ფეხს რო გადავდგა, მე მგონი იმასაც აკვირდებიან და ისეთ სიუჟეტებს აკეთებენ და რაღაცა და მე ერთი რამე ვიცი რომ ამათ ეს არის მოღალატეთა ორგანიზაცია, რომელიც სხვათაშორის მარტო ესენი არ არიან, ეგრეთ წოდებული ეროვნული საფარქვეშ ყოფი ორგანიზაციებიც მაგას აკეთებენ. მარტო ნაცები არ უთხრია ძირს ამ ქვეყანას. აბსოლუტურად და ესე იგი ფულს და ის ხალხი ზოგიერთი მარტო აი იმაზეა დაკვეთა რომ ვისგან იქნება. ფულს საიდანაც ღებულობენ, იქითკენ იმაშვებიან, რა ქვია, მიყავთ სიტუაცია და შეკაიკაცო, არ გახსოვს ქართული სიმ თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისიო. საქართველოსია შექმნილი. ხო და არა, მე ყველაზე იცი რა მაშ ხო და აქედან გამომდინარე, ამათ ფული თუკი ჩვენ ესენი არ ამოუძირკვეთ, ხო? ფული მაგათ ყოველთვის ექნებათ, იმიტომ რომ საქართველოს მტრებს ყოველთვის დააფინანსებენ. დაფინანსება ყოველთვის ექნებათ მაგათ. ამიტომ უნდა მიღებული იქნეს ის კანონი, რომელსაც ქვია ფარას ზუსტად ისეთი კანონი უნდა იყოს მიღებული და შესაბამისი მერე კანონმდებელი აქტები, რომლის მეშვეობითაც ვინც გააკეთებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლებს, ის აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. არ შეიძლება ასე ხელახებით, როგორც ჩვენში იყო, რომ რუსთაველზე ცეცხლი იყო ფაქტობრივად გახსნილი და საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ბატონო ნიკოლოზ ნახეთ ერთი რამ როდესაც ჩავარდნენ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერში რას გამოიყენეს ახლა ის გამოიყენეს მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ბატონო ედიშერ არის ის რაც ჩვენ ამ დღეებში მოვისმინეთ ეს პროცესი არის ბრძოლის პროცესი. სიმართლე გითხრათ, ემოციურად და ადამიანურად ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ იბრძვი სიმართლის დასამტკიცებლად და ყრუ კედელს ალსკდები ყველგან, მაგრამ არ გვაქვს არც დანებების და არც ახლა რაღაცა ხელების ჩამოყრის დრო არ არის. A few moments later. Პოზიციონერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აი ასეთი დიდი ტრაგედიაც მოხდა ქართულ პოლიტიკაში. მარგარეტ ტეჩერის დონის პოლიტიკოსი წავიდა ქართული პოლიტიკიდან. თამარ კორძაია, რომელიც იძახდა, რომ ჩვენ უნდა შევასკდეთ ამ საშინელ ძალასო და მე არ ვიცი ეხლა აი რა დანაკლისი აქვს ამ ქართულ პოლიტიკას თუ ატყობ თქვენ ამ კორძაიას წასვლის შემდეგ და რამდენი კორძაია იქნება კიდე ძალიან მალე ვნახავთ კიდე. კორძაიების ნაირები რო არიან პოლიტიკაში, იმიტომ ვართ ასეთ სიტუაციაში. ქართველ კაცს აქვს ნათქვამი, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყრეფებდენო. კატის ტოლიც რომ არ არის ეს დედაკაცი და აი ახლა მე ვლაპარაკობ კოლექტიური კორძაიები. ეს კოლექტიური კორძაიები საფინანსებდნენ ზუსტად ის ძალები რომელსაც ქვიოდა USAID-ები და გარე პატრონები. იმიტომ ვლაპარაკობ ბატონო ნიკოლოზ, რომ უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდა ის ქვეყანა, რომელსაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც გვარამიების, მელიების და კორძაიების იმედია. ეხლა თქვენ ნახავთ, როდესაც გემი იღუპება, ვირთხები გარბიან. მაგ ქალბატონ კორძაიას ძალიან ბევრი ვინმე მიყვება და მე ამავე დროს ნახეთ გახსოვთ ალბათ თქვენ 2023 წლის მარტი რას სიტყვებით ლაპარაკობდა ეს ქალბატონი რას არ კადრულობდა ყველაზე მეტი უბედურება ის არის რომ იმ ძალებმა რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული deep state ანუ ამერიკის უკვე გადამპალი ბიუროკრატია ამ deep state-მა ანუ გადამპალმა და კორუმპირებულმა ბიუროკრატიამ საქართველოში და დანარჩენ სოფლიოში გამოზადდა ისეთი ამაზრზენი ადამიანები, როგორებიც ზუსტად ესეთი არიან, როგორიც არიან ეს კორძაიები, დოლიძეები და სხვები. თქვენ ნახეთ რა 250,000 დოლარიო გადამიხადავთ ჩემს სადოქტორო დისერტაციაშიო. ამას ლაპარაკობს ანა დოლიძე ჩემო ბატონო. მერე თამარა ჩერგოლეიშვილი რას ლაპარაკობს? აი ესენიო მაფინანსებენო მეო. აი ამიტომ იყო ეს ორგანიზაცია გადაგვარებული და აბსოლუტურად ამერიკა პატრიოტების ქვეყანა და შეხედა ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა შეიკრიბნენ და ნახეს რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლებოდა, ვინაიდან ამერიკის ამ ვინმეს წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ ტრიუმფალურად გაიმარჯვაო ტრამპმაო.
ტრიუმფალური გამარჯვება იქ არ მოხდარა. იქ არის აბსოლუტურად გაყოფილი ამერიკული საზოგადოება ორად და ადვილი შესაძლებელი იყო ამერიკაში მომხდარიყო სამოქალაქო ომი. ამიტომ ხსნა არის იმაში, რასაც ამერიკელები აკეთებენ და ნახეთ, როგორც კი ძუძუს მოცილდნენ და ძუძუ ამერიკელებმა მოაცილეს ამათ ტუჩებს, მაშინვე დაიწყეს გაქცევა. ხო ხედავთ, მიყვებიან კიდე ბევრი მაგას მიყვება, იმიტომ რომ ესენი ამ ფულის გარეშე არარაობას წარმოადგენენ და ნახეთ ახლა უჩვენეს წეღან კანტიკუნდად დადიან იქ რა ქვია იმას სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ ჩემო ბატონო და ძალიან მინახავს აი ღორს რომ მოწდება მეძუძური გოჭები და დაიწყებენ გარე სიარულს ისე დადიან რუსთაველზე ახლა რატო ვლაპარაკობ ახლა მე ამას ასე იმიტომ ვლაპარაკობ რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო დღეს საქართველოში არეულობის დღეს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები. ხელისუფლების წინააღმდეგაც ამას ვიტყვით. მებრძოლები ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, იმიტომ რომ ჩვენ წინა 1-2 წუთის წინ საუბრობდით კაცმა არ იცის ჯერ კიდევ რა გველის, რომელ გადანაწილებაში ვართ, რაში ვართ, როგორ ვართ, მხოლოდ ახლა საჭირო არის სიმშვიდე, ახლა საჭირო არის თანხმობა და ახლა საჭირო არის იმის გააზრება, რომ ამ ახალ მსოფლიოში თუ რა შეიძლება საქართველოს სიკეთეები მიიღოს და ისეთ სიკეთეების მიღება შეუძლია საქართველოს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ თითოეული ჩვენთანაც კიდევაც შეიძლება გერა კიდევაც გაგვიკვირდება. ოღონდ ამისათვის საჭირო არის გონება, დიპლომატია და ერთობლივი მოქმედება. ხმებით ბატონო ედიშერ დეთანხმებით ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და იმედი გვაქვს რომ მართლაც ჩვენ ქვეყნის ირგვლივ მოვლენები ისე გამვითარდება როგორც თითოეულ ჩვენთანაც და ქართულ ხალხს სურს. დაგემშვიდობებით. მერთმა გისმინოთ და დიდი მადლობა მოწვევისათვის. გაიხარით ბატონო ედიშერ.